ძის ქუჩაზე თვითმხილველების თქმით ეზოში ხმაური გაიგონეს, რასაც მალევე მოყვა 20-მდე გასროლა, რის შედეგადაც ამავე კორპუსში მცხოვრები 19 წლის ახალგაზრდა მსუბუქა დაიჭრა ფეხში. ერთ-ერთი ვერსიით ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მას ტყვია შემთხვევით მოხდა დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, დამნაშავე დაკავებული არ არის, საქმე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით არის აღძრული. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მეორე კორპუსში ვცხოვრობ, გავიგე სროლის ხმა, გადმოვიხედე, არავინ არ იყო და ნახევარსაათში გადმოვიხედე და სავსე იყო ეზო. ეგ არის მეტი არაფერი. და თქვათ რამე ხარ გაიგეთ რა მოხდა შენ? არ ვიცი. სროლა იყო რა, ეხლა ალბათ ტყვიები ყრია ეზოში. მეც გავიგე რომ ვიღაც შემთხვევით იჯდა ვიღაც ბიჭი და ფეხში მოხდა ტყვია. ვიცნობ იმ ბიჭს, ვიზეც ამბობენ რა. პატარა ბავშვი შემთხვევით მოხდა არკაში იქ ბიჭები ზიან ხოლმე და ეთყობა მოხდა, არ ვიცი. სამ დავიკეტებოდი რაღაც 10-ისთვის. რაღაც ხმაური იყო, მაგრამ სროლის ხმა თუ იყო აზია რა. არ ვიცი როგორ გავიდა რომ ისეთი ხმა არ იყო, აი შუშტუნები იყო და მეტი